ორდღიანმა გადაუღებელმა თოვამ კახეთში პრობლემები შექმნა. დილიდან რვავე მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. უხვინალექის გამო პრობლემები შეიქმნა ელექტრომომარაგების კუთხითაც. მთელი დღის განმავლობაში კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. გზებზე დაიყარა ტექნიკური მარილი და მძიმე ტექნიკით გაიწმინდა. დილიდან მერიების შესაბამისმა სამსახურებმა განაახლეს მუშაობა, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი გზის თელავი გომბორი ვაზიანის უღელტეხილის ვერონა თელავის დამაკავშირებელი გზა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რჩება შეზღუდვად ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებას, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერებულია. მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა. ორი დღის განმავლობაში გადაუღებლა თოვს, ამის მიუხედავად მერიის შესაბამისი სამსახური ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, იყრება ტექნიკური მარილი, ტექნიკით იწმინდება სავალი გზა. ამ ეტაპზე დროებით გვაქვს გაჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით. გუშინ გვიანობამდეც მუშაობდა ტექნიკა, დღეს დილიდან ასევე განახდა გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ ამინდიდან გამომდინარე დროულად იქნება გაწმენდილი სავალი გზა და მუნიციპალურ ტრანსპორტს და ასევე მოსახლეობას ექნება უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება.